სალამი, მოკლედ დღეს უნდა უპასუხო შეკითხვებს, რომელიც ბოლო პერიოდში უამრავი შემოვიდა და ერთ-ერთი შეკითხვა არის ასეთი, რომელიც ლიდერობს, რომ თუ დავრეგისტრირდები, მაგრამ შეკვეთას არ გავაკეთებ, მერიცხება თუ არა ჯარიმა. რა თქმა უნდა, არა, ჩვენთან არ არის ჯარიმები, დავამატებ იმას, რომ პირველ რიგში რეგისტრაცია არის უფასო. თქვენ არ იხდით ფულს და არც გავალდებულებს არავინ რომ რაღაც კონკრეტული თანხის შეკვეთა გააკეთოთ, ან თუ მომდევნო თვეში მაგალითად არ გამოწერთ, ამისთვის არც ჯარიმა გეკისრებათ და არც არანაირი ვალდებულება არ გაქვთ. ერთადერთი პირობა რეგისტრაციის შემდეგ რაც არის, ეს არის რომ თუ თქვენ გამოწერთ ერთ ნივთს, ან თქვენი შეკვეთა იქნება ძალიან პატარა, 45 ლარზე ნაკლები, მაშინ უბრალოდ არ გამოაკლდება 20% და მიიღებთ იმ ფასად, რაც კატალოგში წერია, ანუ სხვასთან შეკვეთისას, რაც უნდა გადაგიხადათ ის. ხოლო თუ თქვენი შეკვეთა იქნება 45 ლარის და მეტის, მაშინ აკლდება 20%. სხვა პირადი მოხმარებისთვის როცა იწერთ, გინდა გასაყიდად, გინდა გუნდს აკეთებთ, თქვენ არ გერიცხებათ ჯარიმები შეკვეთას თუ არ გააკეთებთ. უბრალოდ რაღაც პირობებია, თქვათ გუნდის შექმნის შემთხვევაში სხვა პირობებია, როცა გაყიდვა გინდათ, რა თქმა უნდა, თქვენს როცა გაყიდვას აპირებთ, არ იქნება ესეთი პატარა თქვენი შეკვეთა, იქნება დიდი და აქვე დავამატებ, რომ არ არის აუცილებელი ერთიანად თქვათ აკეთებთ 50 ქულის შეკვეთას, ხო, ამ შემთხვევას პრინციპში შეგვიძლია სხვა ვიდეოებში განვიხილო. შემდეგი კითხვა რაც არის, ეს არის რომ დავრეგისტრირდი პირადი მოხმარებისთვის, მაგრამ ეხლა მინდა გუნდის შექმნა, ან ეხლა მინდა გავყიდო. აქაც გეტყვით რომ ჩვენთან არის მუშაობის სამი მიმართულება, ანუ იწერთ პირადი მოხმარებისთვის, ან იწერთ პირადი მოხმარებისთვისაც და გასაყიდათაც და მესამე არის აი ამ ზემოთ ჩამოთვლილი ორივეთი სარგებლობთ და პლუს ქმნით გუნდს. ამ შემთხვევაში თქვენ რა მითი ინტერესით დარეგისტრირდებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ანუ სხვა დროს ამას შეცვლით. მაგალითად, თუ კი თქვენ დარეგისტრირდით პირადი მოხმარებისთვის, მაგრამ ეხლა გადაწყვიტეთ, რომ გინდათ გუნდი, შეგიძლიათ ააწყოთ გუნდი. ანუ თუ დარეგისტრირდით მხოლოდ გუნდისთვის და უცებ გადაიფიქრეთ, არ მაქვს ამის ნერვები და მინდა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოვიყენო, არც არ ამაში არ ხართ შეზღუდული. ანუ რა მიზნით დარეგისტრირდებით და რა დროს შეიცვლით ამ მიმართულებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ რომ დარეგისტრირდებით, შეგიძლიათ აი ამ სამივე მიმართულებით ისარგებლოთ, თუნდაც ერთდროულად და თუნდაც ცალ-ცალკე.